და ისევ საქართველოს ქართულ და ებრაელ ხალხთა 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გრძელდება. დღეს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ფილმის 26 საუკუნოვანი მეგობრობა ჩვენება გაიმართა. მას ისრაელიდან ჩამოსული სამთავრობო დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ფილმის დასრულების შემდეგ თეატრის ფოიეში სტუმრებისთვის რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. მათ შორის არის ჯემალ აჯიაშვილის სონეტები, ქართველ ებრაელთა ხალხური სიტყვიერება და ოქროს ოთხთავი. დავით ბაზოვის სახელობის ებრაელთა ისტორიის მუზეუმმა კი სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა სახელწოდებით იერუსალიმის 3. ჩემი ფილმის პრეზენტაცია პირველი ჩვენება ჩვენი მეგობრები ჩამოვიდნენ ისრაელიდან არაჩვეულებრივი პიროვნებები, ცნობილი მეცნიერები, მხატვრები, კომპოზიტორები, ექიმები, ფილოლოგები და მართალია ძალიან ვღელავდი, მაგრამ მე მგონი რომ კარგად ჩატარდა. დღეს წარმოგიდგენთ კულტურის სამინისტრო წიგნებს, რომელიც გამოიცა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის. ეს გახლავთ ქართლის ცხოვრება აღმაწვავთათვის, გახლავთ ჯემალ აჯიაშვილის სონეტები, რომელიც გამოიცა პირველად. აქ იყო კინოს პრეზენტაცია, 1 საათიანი ფილმი, რომელიც არის ქართულ-ებრაული მეგობრობის და სიყვარულის ამსახველი. აქ კიდევ წიგნების პრეზენტაცია, მათ შორის ჯემალ აჯიაშვილის სონეტები, კიდე გველი სპორტის სასახლე, გველის დიდებული კონცერტი რუსთაველის თეატრში.